სამეფო ქორწილამდე კი თითქმის ნახევარი წელი რჩება ბრიტანული ბიზნესი კი პრინც უილიამსისა და ქეით მიდლტონის სადღესასწაულო საღამოს ეკონომიკურ ასპექტს მიმოიხილავს. ინგლისის მაღაზიებში გამოჩნდა სუვენირები სამეფო გამოსახულებით სპეციალისტები უკვე ანგარიშობენ რა შემოსავალს მოუტანს სამეფო ქორწილი ბრიტანეთის ეკონომიკას. პრინც უილიამსისა და ქეით მიდლტონის წინა საქორწინო პერიოდისა და მათი სასიყვარულო ისტორიის დეტალები კი ნახეთ თამარ გრძელიცის რეპორტაჟში. ზოგიერთმა ბრიტანულმა მაღაზიამ უკვე დაიწყო მომავალი ქორწილისადმი მიძღვნილი სუვენირების გაყიდვა. 20 დეკემბრიდან უილიამის და ქეითის გამოსახულებით ფაიფურის ჭურჭელი ბუკინგემის სასახლის, ვინძორის კოშკისა და ჰოლირუდის სასახლის სამეფო მაღაზიებში იყიდება. წარმოებლები მსგავსი ნივთების გაყიდვით დაახლოებით 50 მილიონ ფუნტ სტერლინგის შემოსავალს ელიან. იანვარში კოლექციის ონლაინ ვერსიაც გავრცელდება. ჩვენ გვსურდა თანამედროვე და რომანტიული პროექტი განგვეხორციელებინა. გავესაუბრეთ დიზაინერს, რომელმაც გვირჩია ჭურჭელზე ქეითისა და უილიამის სახელობის პირველი ასოები და პრინცის დიადემა გამოგვესახა. ეს ყველაფერი სხვადასხვა ფერით შესრულდა. ფაიფური სათბორ-ჩირჩი დაამზადეს. ბრიტანეთის პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილამდე დაახლოებით ნახევარი წელია დარჩენილი, მაგრამ ექსპერტებმა უკვე დაიანგარიშეს, რომ იგი ბრიტანეთის ეკონომიკას 650 მილიონ ფუნტ სტერლინგს, ანუ დაახლოებით $1 მილიარდს მოუტანს. სანამ წყვილი ქორწილის დეტალებზე ფიქრობს, ბრიტანული ბიზნესი ამ ზეიმის ეკონომიკურ ასპექტს მიმოიხილავს. კეით მიდლტონმა და უილიამმა ერთმანეთი 8 წლის წინ შოტლანდიაში, სენტ ენდრიუს უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნეს. ისინი ისტორიის შესწავლის საერთო კურსს გადიოდნენ. დღეს კი ქეითი და უილიამი უკვე დანიშნულები არიან. წყვილის ნიშნობა გასულ თვეში კენიაში არ დადებისას შედგა. მორიგის სამეფო ქორწილი ლონდონში, ვესტმინსტერის ტაძარში 2011 წლის 29 აპრილს გაიმართება.